მეფე ერეკლე მეორის 305 წლის იუბილეისთან დაკავშირებით დღეს თელავის მთავარი დღესასწაული ერეკლეობა გაიმართა. დილით სასახლის ტერიტორიაზე მეფის კარის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში აღევლინა წირვა და ჩატარდა მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. ერეკლე მეორის მოედანზე თელავის ჩოხოსანთა საზოგადოებამ საზეიმო მსვლელობა გამართა. მოეწყო საგამოფენო სივრცეები და პავილიონები. სტუმრებმა შემეცნებით, საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. წელსაც ტრადიციულად დაასახელეს საპატიო თელაველები. სატახტო ქალაქში საზეიმოდ აღინიშნება უდიდესი ქართველი მეფის ერეკლე მეორის დაბადებიდან 305 წლისთავი. ეს იყო მეფე, რომლისთვისაც სამშობლო ქვეყანა და ქართველი ერი მთავარ საზრუნავს წარმოადგენდა. მისმა ნაწარმოებმა ომებმა მას მოუტანა სახელი პატარა კახი და ის თავისი დროის ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგად დასახელდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სატახტო ქალაქიდან მიულოცო კახის და სრულიად საქართველოს ერეკლეობა. აღინიშნება ჩვენი წყინვალე მეფის დაბადების დღე, ასევე დიდი წლებია ამასთან ერთად აღინიშნება თელაველობა. მე მინდა ჩემ თელავს და ჩემ თელაველებს ყველას მიულოცო ეს ლამაზი დღე და უსურვო რომ გაბრწყინდეს ჩვენი თელავი, გალამაზდეს უფრო მეტად, ისე როგორც რა თქმა უნდა ჩვენ მეფე ერეკლეს სურდა და როგორც მისი ნება იქნებოდა. ემოცია ძალიან დიდი არის, იცით? იმ ქალაქში, სადაც ძალიან პატარა მოვედი და ჩამოვბერდი ლამის და ამხელა წოდებას გაძლევს ქალაქი. აი, როგორ გითხრათ, ძალიან განუზომელია და ძალიან დიდი არის ეს ემოცია. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, დღევანდელი დღე. იმიტომ რომ დღეს დიდი მეფის 305 წლისთავია და მე ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, იმიტომ რომ ორგზის მეფე ერეკლეს მოთამაშება სცენაზე. ამიტომ ძალიან ძვირფასია ეს დღე ჩემთვის, ყველანაირად და მე ულოცავ თელავს, ულოცავ კახეთს, ულოცავ სრულიად საქართველოს ამ